კებიდან ფუნქციონირებს ეს ჯგუფი და ეხლა უყურეთ ვინც ახლა შემოგვიერთდით თქვენ ეს წრებით ფილმების გარჩევის მარათონს. მანამდე იანვარში ჩვენ გვქონდა ფრაზული ცნების გარჩევის მარათონი. ხო და თუ ჯერ ვერ შეამჩნიეთ ამ ჯგუფში უკვდევს უამრავი ვიდეო მასალა, რომელსაც შეგიძლიათ რომ თქვენ უყუროთ, ანუ თქვენთვის ხელმისაწვდომია, დამალული არ მაქვს, მაგალითად აი ოდნავ ქვემოთ რომ ჩამოხვალთ და აი აქ შეხვალთ ფრაზული ცნების მარათონი რო აწერია, ბავშვებო დაგხვდებათ 10 საათნახევრიანი ვიდეო. ასე რომ შეგიძლიათ ამ ვიდეოებზეც გადახვიდეთ და უყუროთ. აქ დაიწერა რომ შენი ხმა არის მისო და ხო გესმით ჩემი ხმა? კი, მე მესმის. ხო, ეს ერთი ოდნავ ქვემოთ რო ჩამოხვალთ კიდე, მოკლედ ასე ქვემოთ რო ჩამოხვალთ ერთი სიტყვით, ბევრი ვიდეოები დაგხვდებათ. ეხლა წინა გაკვეთილზე მე თქვენ შეგკვირდით კიდევ ჩაგიგდებდით დამატებით გრამატიკულ მასალას. გახსოვთ მე რომ გიხსნიდით და რომ ვაკეთებდი, იქ გითხარით რომ დამატებით გრამატიკულ მასალასაც ჩავაგდებთ ხო? ეს დამატებითი გრამატიკული მასალაც ჩავაგდე, აი ეს თუ ნახეთ, ამ პოსტის ქვეშ დავდებ კომენტარებში შეპირებულ დამატებით გრამატიკულ მასალას ხო? აი ესე რომ თუ გადახვედით, ვინც არ გადახვედით, შეგიძლიათ შემდეგ ისიც გადახვიდეთ. ის გრამატიკული თემები, რა გრამატიკული თემებიც ჩვენ განვიხილეთ გაკვეთილზე, კიდევ დამატებით ჩაგიგდეთ უფრო ვრცლად. აი მაგალითად, სხვადასხვა მნიშვნელობის ცნები ახლანდელ დროში. ბირო მაგიხსენეთ წინა გაკვეთილზე გახსოვთ, ყოფნა და ქცევას რო ნიშნავთ. აი ეს არის, აქ თუ შეხვალთ დაგხვდებათ. შელი რო აგიხსენეთ წინა გაკვეთილზე თუ გახსოვთ, აი აქ რო შეხვალთ დაგხვდებათ. ყოველ გაკვეთილზე უამრავ ვიდეო მასალას გაწვდით და ნახეთ, აი ამ დამატებითი ვიდეო მასალის გამოგზავნა ფიზიკურად შეუძლებელია WhatsApp-ში ან Instagram-ზე. სწორედ მაგიტო არის, რომ ზოგიერთ თქვენთაგანს შევაქმნებინე fake Facebook-ი, რომ აქ შემოსულიყავით, უბრალოდ სხვანაირად ხელი არ მიგიწვდებათ. და კიდე ერთი ბოლოს, კიდე აი ესეც თუ არ ნახეთ, მინდა რომ ნახოთ და ბარემ ამასაც გეტყვით. ბავშვებო, აი აქ, როდესაც შეხვალთ, ვინც მობილურით ხართ, აწერია files, უყურეთ. უпростоრად ვინც კომპიუტერით ხართ, აი ესე ჩანს და აწერია files. ვინც მობილურით ხართ, ესეთი განლაგება არ ექნება, ან მარჯვნივ იქნება, ან მარცხნივ. ან შეგიძლიათ რომ საძიებო სისტემაში ჩაწეროთ, აი ესე files და ეხლა უყურეთ, აი ამ files რომ დააწყაპუნებთ და შეხვალთ ამ ფაილში. დაინახავთ უამრავი Word-ის ფაილია, შეხედეთ? მაგალითად, რომ წერია ეს The Truman Show, რო წერია. არის ის Word-ის ფაილი, რომელიც მე განვიხილე წინა გაკვეთილზე. ეს თქვენ შეგიძლიათ თუ სურვილი გექნება და ამოაპრინტეროთ, მაგის გარდა ხედავ კიდევ აგენ რომ უამრავი ფაილია, აი უყურეთ გაკვეთილი 7, გაკვეთილი 6. როგორც გითხარით, ეს ჯგუფი ფუნქციონირებს უკვე ნოემბრიდან. ასე რომ მთელი 2 თვის ფაილები თუ კი რამე არსებობს, აი ახლა მაგალითად წერია Eminem-ი. ქვემოთ რომ ჩამოუყვებით Facebook-ის ჯგუფს, ნახავთ Eminem-ის სიმღერების გარჩევების ვიდეოს. ხო და თუ სურვილი გექნებათ იმ ვიდეოსაც უყურეთ, ყველა ვიდეოს აქვს თავისი ფაილი. გადმოხვალთ, სათაურების მიხედვით იპოვით. ნახავთ Eminem-ს, შეგიძლიათ რომ აქ გამზადებული არის ტექსტი და პლუს სიტყვი გამოწერილი თავისი თარგმანით. ერთი სიტყვით უამრავ მასალაზე მიგიწვდებათ ხელი. ხო და ამის თქმა მე წინა გაკვეთილზე დამოვიწყდა, რომ იმის გარდა, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ ახალ ვიდეოებს უყურებთ, კიდე უამრავი მასალაა და ერთი სიტყვით შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი ნახოთ. მერე, ხო, მოკლედ, რა შეეხებოდა დამატებით მასალას, სულ ეს იყო. ხელანდელ გაკვეთილს რაც შეეხება, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო. ახლა გავაზიარებ ეკრანს და დღეს მინდა რომ ჩვენ განვიხილოთ ბავშვებო, არც მეტი არც ნაკლები ნაკლია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფილმია, ცნობილი, ასე ვთქვათ, და მე მგონი ადამიანია დარჩენილა რომ ეს ფილმი არ კონდეს ნანახი, ხო? ეს ფილმი ახლა სპეციალურად შევარჩიე გასარჩევად. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობთ ხოლმე, მე და პატა, რომელი ფილმი გავარჩიოთ ხოლმე გაკვეთილზე და ყველა გაკვეთილზე რომ ვცდილობ, რომ ყველა მარათონზე მოვიტანო სხვადასხვა აქცენტები, სხვადასხვა საუბრები, სხვადასხვა ეროვნების ადამიანის ინგლისურები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად მასე ხდება ამერიკულ ფილმებში. ხო და ნათლიაც იცით რომ არის იტალიური უბრალოდ ფილმები, იტალიური ფილმები კი არა, იტალიურ მოტივებზე კი არა და იტალიელები თამაშობენ ერთი სიტყვით, ვეღარ თქვი ჩემი სათქმელი და ძალიან საინტერესო არის. იმის მიუხედავად რომ ცოტათი რთულია.
იმიტომ რომ თვითონ ეს მთავარი კაცი ახლა რომელსაც ვუყურებთ ეს ნათლია. კი ეს დონ კორლეონე სხვადასხვა კარგი ინგლისურით საუბრობს, იმიტომ რომ აქცენტი აქვს სუბთაამერიკული, თითქმის როცა ლაპარაკობს, უბრალოდ ლაპარაკობს რაღაცნაირად ჩახრეწილი ხმით და ცოტა რთულია გასაგებად. ამიტომ რჩევა იქნება რომ აუწიოთ ბოლო ხმაზე და პირველი მინდა რომ გავარჩიოთ ყველაზე მთავარი ეპიზოდი, რომელიც არის პირველი ეპიზოდი, სადაც თუ გახსოვთ, მიდის არ მახსოვს ამ კაცის სახელი, მაგრამ მიდის და ეუბნება ნათლიას რომ დაეხმაროს მისი შვილის გახსოვთ ამას ყავდა გოგო შეგახსენებთ უცებ ყავთ გოგო რომელიც გააუპატიურეს და მიდის ნათლიასთან და სწავს დახმარებას რომ ეს ბიჭი მომიკალიო ესე იხსნება მოკალიო ესე იხსნება ეს ფილმი ეს არის მოკლე შინაარსი რომელიც დღეს მინდა რომ ჩვენ გავარჩიოთ მთლიანობაში დიალოგში მონაწილეობს ორი ადამიანი აი ამას ახლა ეკრანზე რო ხედავთ თვითონ ამ ადამიანს ცოტათი რთული აქცენტი აქვს ინგლისურად ამიტომ დიდი ყურადღებით მოვუსმინოთ. მოკლედ, ვუწევ ახლა ბოლო ხმაზე, ვუსმენთ და და ვისთანაც ხმარის მოდა იმედია გამოსწორდება. იმიტომ რომ მე აქედან სამწუხაროდ ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველასთან ისმის და იმედია მე ვიდეოს ნახავენ. ერთი სიტყვით, ვუსმენთ დაახლოებით ერთი წუთი და მე კითხულობთ words და ვარჩევთ. ავწიეთ ბოლო ხმაზე. აბა წავიდა ერთი წუთი, ჩავთო. I believe in America. America has made my fortune. And I raised my daughter in the American fashion. I gave her freedom, but I taught her never to dishonor her family. She found a boyfriend, and an Italian. She went to the movies with him. She stayed out late. I didn't protest. 2 months ago, ხმარის ნათლი ერთი წუთით ბავშვებო ხმარის მოდა არ არის არის მოდა ნათლი არაფერი მოდა რო გადავიდა ის მოდა ნათლი და მე გაიქიშა რო გავედი და გაითიშა აი დაახლოებით 30 წამი გაიქიშა კარგით, ოკეი, ახლიდან ჩავთავ ერთი წუთით, აბა მოდი მაშ დავუტყერებ, საინტერესოა. კარგით, ოკეი, ახლიდან ჩავთავ. ბავშვებო, დაგვიალებით ხალხი რო შემოდის და ეს ხმა რო აქვს, თქვენთან არის მის ხო ალბათ იმედია არის მის, იმიტომ რომ იმდენი შემოდის, ახლა დაგვიალებით, რომ თქვენთან არის მის. აჰა, ძალიან კაი. მოდი იცი რასთვის ამ თავიდან გავაზიარებ. რომ უფრო დასწავლები ვიქნები, რომ ხმაც და ყველაფერიც იქნება ერთ წუთი ბავშვებო ამ ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიში მომითხოვია. ესე იგი, ჩანს ეკრანი, წავიდა. ესე იწყება I believe in America. ძალიან ესეთი აი სერიოზული ფრაზით იწყება მთელი ფილმი. აბა წავიდა. America has made my fortune. And I raised my daughter in the American fashion. I gave her freedom, but I taught her never to dishonor her family. She found a boyfriend, and an Italian. She went to the movies with him. She stayed out late. I didn't protest. 2 months ago, he took her for a drive with another boyfriend. They made her drink whiskey, and then they tried to take advantage of her. She resisted. She kept her honor. So they beat her like an animal. When I went to the hospital, her nose was broken. Her jaw was shattered, held together by wire. She couldn't even weep because of the pain. But I wept. Why did I weep? She was the light of my life. Beautiful girl. Now she will never be beautiful again. Okay.
ტექსტი სხვათა შორის არის მარტივი, ჩემი ხმა ხო ისმის. ტექსტი არის მარტივი და საინტერესო სიტყვები არის. უბრალოდ იტალიელი რომ არის, ცოტა იტალიური აქცენტით საუბრობს და შეიძლება მაგითო გაგება. მაგრამ ეხლა როცა გავარჩევთ, ეხლა მე მეორედ რომ მოვусმეთ, მიხვდებით რომ რეალურად არც ისეთი რთულ რაღაცებს ამბობს. ერთი წამით გავაზიარებ ეხლა და დავიწყოთ ესე იგი ამ ტექსტის გარჩევა. საინტერესო წინადადებით იწყება ჩემი აზრით. ესე იწყებს, ხედავთ ხო ეკრანს ბავშვებო? ხო. აი ესე იწყებს, უყურეთ. I believe in America. აი ძალიან ისეთი წინადადებით იწყებს რა, მე მჯერა ამერიკის, იძახის. ეხლა აქ რას მივაქციოთ ყურადღება. Believe ზოგადად დაჯერებას რო ნიშნავს, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ უყურეთ რა გაითვალისწინეთ. Believes მოსდევს in. ანუ რეალურად in კი ვიცით ეხლა ში რო არის, ხო ეგრეა და I believe in America ნიშნავს მე მჯერა ამერიკაში. მაგრამ არა ბავშვებო, როდესაც ჩვენ გვჯერა რაღაცის, როდესაც ჩვენ გვწამს რაღაცის, მას მოყვება in. მაგალითად, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ მე მჯერა ღმერთის, უნდა ვთქვა I believe in God. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სიტყვა in არ უნდა. აი მაგალითად, უყურეთ სიტყვაზე ნახეთ როგორი რაღაცა, მონიკა, მაგალითად მეუბნება რაღაცას. მონიკას ვხედავ და იმიტომ ვახსენებ თქვენს ახალს ქალბატონო მონიკა. მაგალითად მონიკა მეუბნება რომ ნათია გუშინ იმიტომ ვერ დაგირეკე რომ არ მეცალა. მე რომ ვეუბნები რომ კარგით მონიკა მჯერა. აი აქ in არ უნდა ბავშვებო, იმიტომ რომ მე მჯერა იმისი, რაც შენ თქვი. მაგრამ მე თუ მჯერა შენში, ანუ მე თუ მჯერა შენი რომ შენ რაღაცა განსაკუთრებული ხარ, რომ შენ ყველაფერს შეძლებ, რომ შენ რაღაც განსაკუთრებული ადამიანი ხარ, აი აქ უკვე უნდა მოვაყოლო in. ანუ მიხვდით, ბავშვებო, რა მნიშვნელოვანია ამისი ცოდნა. მაგალითად, თუ მე ვამბობ რომ მე მჯერა იმისი თუ თქვენ რასაც ამბობთ და არ შემაქეჭვი რომ თქვენ მატყუებთ, in არ უნდა. I believe you ნიშნავს რომ ჯერა შენი კი რასაც ამბობ ჯერა. მაგრამ I believe in you ნიშნავს რომ მე მჯერა შენი როგორც ადამიანის, ან თქვენ რომ ითხრათ ახლა I believe in you, რომ თქვენ ჯერათ ჩემი როგორც მასწავლებლის, რომ მე გასწავლით ინგლისურს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ წინდებულის თოდნა. L დავარბილე. მერე. America has made my fortune. ბავშვებო, სიტყვა made არის make-ის წარსული ყველამ ვიცით. Fortune არის კარგი სიტყვა და fortune სხვათა შორის შეიძლება ნიშნავდეს ბედს და fortune ასევე ნიშნავს ქონებას. ეხლა ოღონდ აი ეს, ბავშვებო, make a fortune, აქ უბრალოდ მაიწერია. არის იდიომა დავარქვათ თუ გნებავთ, რაც ნიშნავს რეალურად ბედის გაკეთებას, მაგრამ ეს არის იდიომა და ნიშნავს ქონების დაგროვებას. სიტყვა დაგროვება არ სადარწერია, მაგრამ აი ქართულად რო ამბობთ ხოლმე, ამ კაცმა დიდი ფული იშოვა. აი ეს დიდი ფულის შოვნა, ოღონდ დიდი ფული იშოვა ქართულად ეხლა მთლა ლამაზი არ არის. ამ კაცმა ქონება დააგროვა სიტყვაზე, ხო? აი ეს ქონების დაგროვება, ფულის შოვნა არის ბავშვებო make a fortune, okay? ეს უნდა ვისწავლოთ ზეპირად. მე მჯერა ამერიკის, იმიტომ რომ მე აქ დავაგროვე ქონება. I raised my daughter in American fashion. Raise არის აღზრდა და არა გაზრდა. აღზრდა. მე ავღზარდე ჩემი ქალიშვილი ამერიკული მოდის მიხედვით. ანუ ამაში რა იგულისხმება? რომ ავღზარდე ქალიშვილი როგორც ამერიკელი. აი ეს უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ fashion აქ პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, ხო? I gave her freedom, აი რას გულისხმობს უყურე, მე მას მივეცი თავისუფლება, but I taught her never to dishonor her family. მაგრამ მე ასევე ვასწავლე მას, რომ არასოდეს შეურაცხყოფს თავისი ოჯახი. ბავშვებო, dishonor არის შეურაცხყოფა. ეხლა უყურეთ, ხალკი აღებული სიტყვა honor დიზის გარეშე არის პირიქით პატივისცემა და როდესაც სიტყვას წინ ემატება diz, ის უკვე გამოდის პირიქით არ პატივისცემა, ანუ ქართულად შეურაცხყოფის მიყენება. აი ამისი ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს სიტყვა diz ძალიან ბევრ სიტყვაში შეგვხვდება. კარგით და შეგვიძლია რომ მარტივად მივხვდეთ ხოლმე, ხო? რომ თუ კი honor არის პატივისცემა, dishonor იქნება არაპატივისცემა, ანუ პატივცემულობა, ანუ შეურაცხყოფის მიყენება. ანუ მე გავზარდე ჩემი შვილი როგორც ამერიკელი, მივეცი თავისუფლება, ვასწავლე რომ თავისი ოჯახი არასოდეს უნდა შეურაცხყოს.
She found a boyfriend, მან იპოვა boyfriend-ი, not an Italian, ხასსვამს, არა იტალიელი. ძალიან საინტერესოა თვითონ ფილმშია ეს მთელი დიალოგი. სიტყვა Italians, როდესაც ამბობთ, დაუკვირდით, რომ გამოთქვამს თვითონ ასობ გერა თ-ს, თუმცა ამერიკელები, როდესაც ამბობენ სიტყვა Italians, ამერიკელები თ-ს ნაცვლად ამბობენ d-ს, ან მოჩლუნგებულ d-ს და არ გაგიკვირდეთ, ეს ამერიკულ ინგლისურში არ არის Italian, ეს არის Italian. Okay, მაგრამ თვითონ რადგანაც იტალიელია ეს ტიპი, მაგიტომ ამბობს ახლა Italian. მერე, she went to the movies with him. ის წავიდა კინოში მასთან ერთად. ბავშვებო, movie არის კინო, მაგრამ movies არის კინო როგორც კინოთეატრი და ყურადღება მიაქციეთ, რომ აუცილებლად უნდა ეწეროს აქ ესი. Movie არის კინო, მაგრამ კინოთეატრი არის movies. ხო, ეს არ დაგავიწყდეთ, კარგი? და არა cinema. და არა movie theater, ძალიან მოძველებული ვარიანტია. She stayed out late. ის დარჩა გარეთ გვიანობამდე. ხო, ეს მთელი ეპიზოდი მე რასაც ახლა თქვენ გითარგმნით, YouTube-ში ასევე დევს ქართულად და მე ამას დაგილინკავთ და ვისაც დაგაინტერესებთ, უყურეთ ქართულადაც, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ნათარგმნი ქართულად და კარგად რას გულისხმობ, იცით, რომ მე ხო ახლა თქვენ გითარგმნით სიტყვა-სიტყვით. იმიტომ რომ მე გასწავლით ახლა ინგლისურს და მინდა რომ ყველა სიტყვა კარგად აგიხსნათ, მაგრამ ზოგადად, როდესაც ფილმები ითარგმნება, ან წიგნები ითარგმნება, თარგმნელს აბსოლუტური უფლება აქვს, რომ თვითონ როგორც საჭიროდ ჩათვლის ლამაზად ისე თქვას. ხო და მე ხო ახლა თქვენ გითარგმნით სიტყვა-სიტყვით და რო უყურებთ ქართულ ვარიანტს, იქ რეალურად ბევრი რაღაცა გამოტოვებულია, ბევრი რაღაცა სხვანაირად ამბობენ ქართულში და არის ძალიან ლამაზი ქართული. ამიტომ იმასაც უყურეთ, რა თუ მოახერხებთ, კარგი ხო? მაგასაც ჩაგიგდებთ. მოკლედ კინოში წავიდა და გარეთ დარჩა გვიანობამდე. აი აქ ახლა წერია ისე I did not protest. სიტყვა-სიტყვით ეს ნიშნავს არ გავაპროტესტე. ქართულად ამბობს ძალიან კარგად წინააღმდეგობა არ გავუწიე. თარგმანს ვუყურე და მაინტერესა და ესე ამბობს წინააღმდეგობა არ გავუწიე. იდეაში იგივე არის ახლა რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ protest არის პროტესტი და I did not protest წინააღმდეგობა არ გავუწია. 2 months ago, ორი თვის წინ, she took her for a drive. როგორც წერია უყურეთ, გაასეირნა მანქანით. ცოტა უცნაურია მანქანით გასეირნება, მაგრამ ნუ საქართველოს არსებობს ბიჭი რო გოგოს მანქანით გაასეირნებს, ხო და ნახეთ როგორც წერია, წაიყვანა ის for a drive. მანქანა აქ არ სადაწერია ბავშვებო, მაგრამ drive უკვე ნიშნავს მანქანის ტარებას და for რო წერია კიდე ეგ არის საინტერესო. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს რომ წაიყვანა მანქან აი სიტყვა-სიტყვით რა წერია მანქანით გასასეირნებლად ერთის სასეირნო ხო რა სიტყვა-სიტყვით არც უნდა ვთარგმნოთ ამასაც გავაკვეთილებ მოდი. მოკლედ წაიყვანა მანქანით სასეირნოდ with another boyfriend. სხვა ბიჭთან ერთად, ანუ ძმაკაცთან ერთად. ხო, boyfriend, მარტო boyfriend და შეყვარებული კი არ არის, რო იცოდეთ. Boyfriend ასევე არის ბიჭი მეგობარი. და შესაბამისად girlfriend არის გოგო მეგობარი, ან დაქალი, ესეც ეძახიან. აი აქ ახლა წერია they made her drink whiskey. ახლა უყურეთ made არის make-ის წარსული ფორმა. ჩვენ ვიცით რომ make არის გაკეთება, მაგრამ ბავშვებო, იცით რას ნიშნავს make? Make ასევე ნიშნავს იცულებას. ნახეთ რა წერია. სად კეთება და სად იცულება. მაგრამ ეს უნდა დავიმახსოვროთ. უყურეთ, მათ აიცულეს ის დაელია ვისკი. აი ვინც ახლა ეს არ იცის, ამას გადათარგმნის ესე, მათ გააკეთეს ან გაუკეთეს მას ვისკის დალევა. მაგრამ არა, ეს ითარგმნება ასე რომ მათ აიცულეს რომ დაელიათ ვისკი. ანუ make ასევე ნიშნავს ბავშვებო იცულებას. როდესაც ვიღაცას რაღაცას გააკეთებინებ. And then they tried to take advantage of her. და შემდეგ სადეს მათ მისი გაუპატიურება. Tried არის მცდელობა. აი ეს ფრაზა to take advantage სიტყვით ნიშნავს, როდესაც სხვა კონტექსტშია და არა გაუპატიურება, ნიშნავს სარგებლის მიღებას. მხოლოდ გაუპატიურებას არ ნიშნავს. მისგან იდეაში სარგებლის მიღება არის ეგეც. ანუ უბრალოდ ანუ უყურეთ ჩვენ აი ემინემის ვიდეო რო ვახსენეთ წეგან იქ თუ უყურებთ იმ წინა ემინემის სიმღერის გარჩევას, იქ ძალიან ხშირად იმ ვიდეოშიც ვხსნი, შეგხვდებათ სიტყვა rape
რომელიც აი ესე უხეშად ნიშნავს გაუპატიურებას და რა თქმა უნდა ეხლა რეპში სიმღერებში და ასე შემდეგ ეს სიტყვა ესე გამოიყენება rape და ესეც უნდა ვიცოდეთ ეხლა ვინც ამერიკაში ცხოვრობთ ახალ ამბებს უყურებთ იქ ორივე სიტყვას იყენებენ ხოლმე თუმცა ასევე გაუპატიურება არის take advantage სიტყვა სიტყვით ნიშნავს აიღო სარგებელი იმიტომ რომ advantage არის დადებითი მხარე advantage არის სარგებელი და ძალიან კარგი სიტყვაა ყოველდღიური სიტყვა და take advantage ეს უპირატესობასაც ნიშნავს უპირატესობას კი ეგ არის კი სარგებელი დადებითი მხარე უპირატესობა კი აი ახლა ერთ რაღაცას გეტყვით კიდე წეღან რო გითხარით გახსოვთ this რო გითხარით რომ სიტყვას უკავშირს აძლევს თქო honor თუ არის პატივისცემა dishonor არის პირიქით შეურაცხყოფის მიყენება თქო ნახეთ ახლა რა საინტერესოა advantage არის უპირატესობა სარგებლიანობა ამას წინ რო dis დავუწეროთ disadvantage გამოდის პირიქით უარყოფითი მხარე უსარგებლო მხარე ნახეთ რა საინტერესოა ეს dis ბარემ ესეც ვისწავლოთ ხო მოკლედ და მათ ის გააუპატიურეს ქართულად ესე რომ ვთქვათ ჩვეულებრივ მერე she resisted უბრალოდ სცადეს ბოდიშით try წერია she resisted მან გაუწია წინააღმდეგობა resist არის წინააღმდეგობის გაწევა და ვინც ქართულ პოდკასტებს უსმენთ სიტყვა resist უკვე ქართულადაც ესე ამბობენ ხოლმე რეზისტენტობა გაგიათ რეზისტენტობა აი მაგალითად insulin resistentობა რო წერია ხოლმე სამედიცინო იმაში ქართულადაც ესე წერია აი ეს resist აქედან მოდის resist არის წინააღმდეგობის გაწევა ბავშვებო ანუ მან წინააღმდეგობა გაუწია she kept her honor მან დაიცვა თავისი პატიოსნება სხვადასხვა აი ეს სიტყვა honor არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ამერიკელები აუ ეს კაცი არ მახსოვს როგორ ამბობს მგონი honors ამბობს ამერიკელები h-ს არ კითხულობენ ბრიტანეთში ვინც ხართ ან ირლანდიაში შეიძლება რომ h-ი წაიკითხონ და თქვან honor ასევე აი ეს სიტყვა honor იმის გარდა რომ ნიშნავს პატიოსნებას ბავშვებო ნიშნავს წარჩინებას აი მაგალითად ჩემ დიპლომს აწერია ბაკალავრის დიპლომი რო დავამთავრე წარჩინებით ჩატეკწიკებული 100 ქულებით იმას აწერია diploma with honor ასე რომ დიპლომებზე აწერია ეს სიტყვა ოკეი ხო ამიცოდი როგორც ღირსება ღირსებასაც ნიშნავს კი მაგასაც ნიშნავს ანუ ბავშვებო უყურეთ რა თქმა მინდა ეხა მე რო გეუბნებით მაგალითად რომ ეს ამას ნიშნავს ამასაც ნიშნავს კიდევ ბევრ რაღაცებსაც ნიშნავს უბრალოდ ეხა მე რაც მახსენდება და ამ კონტექსტთან ახლო რაც არის იმას ხო ღირსება უფრო ის არის ღირსება უფრო შეესაბამება ეხლა ამ თარგმანს პრინციპში რომ მან დაიცვა თავისი ღირსება so they beat her like an animal ასე რომ მათ სცემეს ის როგორც ცხოველი ნუ ტექსტი ძალიან მძიმეა ეხლა შინაარსთან გამომდინარე now შემდეგ when I went to the hospital როდესაც წავედი საავადმყოფოში her nose was broken მისი ცხვირი იყო გატეხილი ეს ეხლა ძალიან მარტივებია და ყურადღებას აღარ ვამახვილებ იმიტომ რომ აპირველი დონეა her jaw was shattered არის ბავშვებო ჩამსხრეული Joe არის ყბა, უნდა ვიცოდეთ აუცილებლად Joe არის ყბა, shattered ჩამსხრეული, held together by wire და held არის ამ შემთხვევაში დაჭერილი იყო მავთულებით. სიტყვასიტყვით მაგას ნიშნავს, რომ მისი ყბები გადაბმული იყო მავთულებით. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იგულისხმება ანუ რომ რაღაც ოპერაცია გაუკეთეს ალბათ და ნაკერები ედო. თუმცა ზოგადად ეს wire ძალიან კარგი სიტყვა, იმიტომ რომ wire ნიშნავს მავთულს, შნურს, ან ეს არის wire ერთი სიტყვით, აი ნებისმიერი სახის მავთული, შნური, კიდე რას ვეძახით ქართულად, აი ყველაფერი არის wire. She could not even weep because of the pain, but I wept. აი ეს even არის კიდე ძალიან კარგი სიტყვა, რომელიც არის ქართულად ც. Weep არის ქვითინი, ვინც არიცით, აუყურე cry არის ტირილი და weep არის ქვითინი. Because of არის გამო. და არა იმიტომ რომ, არა გერიოთ, უყურეთ ბავშვებო, because არის იმიტომ რომ და because of არის გამო. მას ქვითინიც კი არ შეეძლო კივილის გამო. უყურეთ, but I wept, მაგრამ მე ვიქვითინე, ამბობს მამამისი. Weep არის არაწესიერისნა და მისი წარსული არის wept. შეამჩნევდით. მერე. Why did I weep? რატომ ვიქვითინე? She was the life of my life. ის იყო ჩემის
ცხოვრების სიცოცხლე. ძალიან ლამაზი ნათქვამია ეს. Beautiful girl, ლამაზი გოგო. Now she will never be beautiful again. ეხლა ის აღარასოდეს იქნება ლამაზი. ქართულად ძალიან საყვარლად თარგმნიან ამას. Sorry, ბოდიშით ამ დროს ტირის და მაგიტომ ამბობს sorry. მეტი აღარ მოგვისმენია. ხო, მეტი აღარ მოგვისმენია, მე ყვება უკვე სასამართლოში რო წავა. მოკლედ, ტექსტი რეალურად რთული არ არის, თუმცა რამოდენიმე ძალიან კარგი ფრაზული გამონათქვამებია. ეხლა კიდევ ერთხელ გავაზიარებ ეკრანს, კიდევ ერთხელ ვუსმენთ და ამჯერად ჩავურთავ სუბტიტრებს ასევე, უფრო გასაგები რო იყოს. ვისაც სურვილი გაქვთ, შეხედეთ სუბტიტრებს, ვისაც სურვილი არა გაქვთ, არ შეხედათ. As you wish, როგორც მოისურვებთ და აბა ეხლა შევადაროთ, რას როგორ გავიგებთ. თუ შეიძლება სიჩუმე იყოს და აბა წავიდა. I believe in America. America has made my fortune. And I raised my daughter in the American fashion. I gave her freedom, but I taught her never to dishonor her family. She found a boyfriend, an Italian. She went to the movies with him. She stayed out late. I didn't protest. 2 months ago, he took her for a drive with another boyfriend. They made her drink whiskey, and then they tried to take advantage of her. She resisted. She kept her honor. So they beat her like an animal. When I went to the hospital, her nose was broken. Her jaw was shattered, held together by wire. She couldn't even weep because of the pain. But I wept. Why did I weep? She was the light of my life. Beautiful girl. Now she will never be beautiful again. ხო გავიგეთ ახლა. ვაიმე სუბტიტრების ჩართვა და მოვიწყდა. უკაცრავად. გასაგები იყო ასე და. ხო არა? ხო. Okay, სამჯერ ვუსმენ ხოლმე თითოეულ ეპიზოდს, ამიტომ მოდი წეს არ დავარღვევ, ცოტა კი საათნახევარზე მეტი გაიწელება ჩვენი გაკვეთილი გული მიგცნობს, მაგრამ არა უშავს. მოდი ეხლა ჩავურთავ სუბტიტრებს და მესამეთაც მოვუსმინოთ პირობა არის. ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შეხედოთ. თუმცა როგორც წინა გაკვეთილზე გითხარით, სუბტიტრები ყოველთვის აქ სწორი არ არის. ამას უკვე მე ვეღარ ვაკონტროლებ, YouTube-ის ამბავია. America has made my fortune. And I raised my daughter in the American fashion. I gave her freedom, but I taught her never to dishonor her family. She found a boyfriend, an Italian. She went to the movies with him. She stayed out late. I didn't protest. 2 months ago, he took her for a drive with another boyfriend. They made her drink whiskey. And then they tried to take advantage of her. She resisted. She kept her honor. So they beat her like an animal. When I went to the hospital, her nose was broken. Her jaw was shattered, held together by wire. She couldn't even weep because of the pain. But I wept. Why did I weep? She was the light of my life. Beautiful girl. Now she will never be beautiful again. Okay, ცოტა მძიმე ის არის დიალოგი, უკაცრავად. ცოტა ესეთი რთული ის არის უარყოფითი დიალოგია. Okay, ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გავიგეთ. ეხლა მოდი გავაგრძელოთ, იმიტომ რომ მე დომ კორნეულაძე ერთვება ლაპარაკში და იმის ინგლისურიც მინდა რომ გავიგოთ. მოკლედ, ეხლა ვაგრძელებთ, ვუსმენთ უკვე ამის გაგრძელებას. და აბა ვუსმენთ ეხლა პირველად. რჩევა, თუ გინდათ რომ თუ ეს ფილმი უკვე ნანახი გაქვთ და იმ მგონია რომ ყველას ნანახი გაქვთ,
თუ გინდათ რომ უკეთესად გაიგოთ, თვალები დახუჭეთ და ისე მოусმინეთ. კარგით, ზოგადად თვალი როდესაც დახუჭულია, ყური უფრო კარგად აღიქვამს. ასე რომ შეგიძლიათ თვალდახუჭულებ მოусმინოთ და აბა ვაგრძელებთ. Sorry. I went to the police like a good American. These two boys were brought to trial. The judge sentenced them to 3 years in prison and suspended the sentence. Suspended the sentence. They went free that very day. I stood in the courtroom like a fool. And those two bastards, they smiled at me. Then I said to my wife, for justice, we must go to Don Corleone. Why didn't you go to the police? Why didn't you come to me first? What do you want of me? Tell me anything, but do what I beg you to do. What is that? That I cannot do. I'll give you anything you ask. We've known each other many years, but this is the first time you ever came to me for counsel, for help. I can't remember the last time that you invited me to your house for a cup of coffee. Even though my wife was godmother to your only child. But let's be frank, you never wanted my friendship. And you were afraid to be in my debt. I didn't want to get into trouble. I understand. You found paradise in America. You had a good trade, made a good living, police protected you, and there were courts of law. But you didn't need a friend like me. But now you come to me and you say, Don Corleone, give me justice. But you don't ask with respect. You don't offer friendship. Okay, აქ დავასტოპებ. ხათაშორის იმის მიუხედავად, რომ აი ამ დონ კორლეონეს საუბარი რთული გასაგებია, კარგი ამერიკულით საუბრობს, ანუ აქცენტი არ აქვს იტალიური, უბრალოდ რაღაცნაირი ხმით ლაპარაკობს და ასე ჩახრეწილი ხმით და რაღაც ძნელად გასაგებად, იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ იტალიური აქცენტი უნდა გქონდეს. ბევრი ლაპარაკობს ხოლმე, ბევრ ფილმში, განსაკუთრებით ერთი მსახიობია, შავკანიანი ხმით როგორ დამოვიწყდა. აი ლუსიში თამაშობს, იმ კაცს ყველა ფილმში ესეთი ხმა აქვს, ასე რომ აი ამ ხმასაც მინდა რომ მივეჩვიეთ, ხმას კი არა, საუბრის მანერას ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ფილმებში ხშირად შევხვდებით ხოლმე. კარგი, ახლა მოდი გავარჩიოთ ეს საუბარი, აქაც ძალიან საინტერესო ფრაზები მინდა რომ გასწავლოთ. ესე იგი, აი შევჩერდით, რო თქვა რომ მეტი აღარ იქნება ჩემი შვილი ლამაზიო. და ახლა აგრძელებს. I went to the police like a good American. მე წავედი პოლიციაში, როგორც კარგი ამერიკელი. აი აქ ქართულად სხვანაირად ამბობენ, სიტყვით წერია როგორც კარგი ამერიკელი. ამ შემთხვევაში რა იგულისხმება, როგორც პასუხისმგებლიანი ნამდვილი ამერიკელი მოქალაქე მოიქცეოდა. აი ეს იგულისხმება. These two boys were brought to trial. და ეს ორი ბიჭი, ნახეთ როგორ წერია brought to trial. Trial ბავშვებო არის მოსმენა, სასამართლო უკაცრავად მოსმენა hearing არის. თუ გნება ბარემ მაგასაც დაგიწერთ. Trial, თუმცა მოსმენის გარდა სხვა რაღაცას ნიშნავს, სასამართლოს გარდა სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ არა უშავს ახლა ესე იყოს. მოკლედ ეს ორი ბიჭი, ნახეთ როგორ წერია brought to trial. ანუ სასამართლო დაინიშნა ერთი სიტყვით, ამ ორი ბიჭისთვის დაინიშნა სასამართლო. ქართულად ესეა. თუმცა brought, რა თქმა უნდა, ყველა მივიცით, რომ არის bring-ის წარსული, ხო ესეა? Bring მოტანა არის trial სასამართლო, რა შუაშია მიიტანეს სასამართლოში, მაგრამ ნიშნავს, რომ მოკლედ სასამართლო დაინიშნა ამ ორი ბიჭისთვის. They judge a sentence 10 to 3 years in prison.
და მათ გამოუტანეს განაჩენი, აი მთლიანად, ბავშვებო, აი ეს judge a sentence ნიშნავს განაჩენის გამოტანას. ეს უნდა ვიცოდეთ, მით უმეტეს ვინც ემიგრანტები ბრძანდებით, იმიტომ რომ judge რომ არის, რომ გამოგიტანენ განაჩენს, თუნდაც იმას, რომ ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ, ყველა დაგიფაროთ ღმერთმა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ეს და judge პლუს კიდე არის მოსამართლე, ამიტომ ძალიან საჭირო სიტყვა. Sentence ყველამ ვიცით რომ ნიშნავს წინადადებას, ხო ეგრეა? ხო ვიცით რომ წინადადებას ნიშნავს, მაგრამ sentence ასევე ნიშნავს სასჯელს, რომელსაც გამოგიტანს სასამართლო. ანუ გამოუტანეს განაჩენი, განაჩენი 10-დან 3 წლამდე in prison ციხეში, ესეც უნდა ვიცოდეთ prison ციხეში and suspend the sentence. ეხლა აქრეები წერია. ზოგადად suspend ნიშნავს რაღაცაზე უარის თქმას. და ეს ერთად suspend the sentence ნიშნავს პირობითის მიცემას. ანუ როდესაც ანთავისუფლებენ, ხო, ყველა მისით რა არის პირობითის მიცემა, ხო? ანუ გამოუტანესო განაჩენი 3-დან 10 წლამდე, მაგრამ მისცეს პირობითი. აქ ეხლა ყურადღება რას მიაქციეთ, იცით? ქართულად ვამბობთ გამოუტანეს განაჩენი 3-დან 10 წლამდე. ინგლისურად ამობენ 10-დან 3 წლამდე. ნახეთ რა საინტერესოა, პირიქით შეიძლება თქვან. ასე რომ მაგასაც მიაქციეთ ყურადღება. ნახეთ როგორ წერია 10 to 3 და არა 3 to 10 პირიქით. ზოგადად რომ ვიცოდეთ ინგლისურში ესე ქართულიდან თითქოს უკუღმანა ლაპარაკები ხშირად შეგხვდება, ეგ ინგლისურს ახასიათებს და ნელ-ნელა აგიხსნით ხოლმე. მერე თვითონ ვიმეორებს suspend the sentence, ანუ პირობითი მიცემა, they went free that very day. და ისინი თავისუფლად წავიდნენ და ეხლა ძალიან საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ, როგორ გადაითარგმნება სიტყვა very? ზოგადად სიტყვა very ვიცით რომ ნიშნავს ძალიან, მაგრამ ეხლა აი აქ რა საინტერესო იქნება. კი, სწორია, ვიღაცა მოიწერა უკვე. აი ეხლა აქ რა საინტერესოა, ძალიან არ გამოდის ეგრევე თავისუფლად წავიდნენ. Very ამ შემთხვევაში ბავშვო ნიშნავს მაშინვე, რო იცოდეთ. ამ შემთხვევაში that very day ნიშნავს აი ზუსტად იმავე დღეს მაშინვე ეგრევე როგორც კი ანუ გამოუტანეს პირობით ეგრევე წავიდნენ ეგრევე თავისუფლად დაიწყეს სიარული აი ეს არის very და ზოგადად იცოდეთ რომ სიტყვა very არ ნიშნავს მხოლოდ ძალიან ის შეიძლება ასევე ნიშნავდეს როგორც მაშინვე ეგრევე იმ წამსვე კარგით I stood in the courtroom like a fool. მე ვიდექი სასამართლო დარბაზში როგორც სულელი. Courtroom არის სასამართლო დარბაზი. Fool არის სულელი, ყველა სიტყვა უნდა ვიცოდეთ. And those two bastards, და ეს ორი ამას ახლა ქართულად ვერ გავიმეორებ, ამიტომ აგერ დაგიწერეთ. თუმცა რა თქმა უნდა, ეს სალანძღავის სიტყვები, რაც ქართულად დავწერე, ინგლისურად კიდე ბევრნაირადაც არის. რა თქმა უნდა, აი მაგალითად ახლა ეს სიტყვა სხვანაირადაც არის, თუნდაც არ მივაწერაგე. არ ვიცოდეთ რა ვიცი, ვინმე რო თქოს გავიგოთ. ხო და bastard არის მოკლედ სალანძღავის სიტყვა. და ეს ორიო they smiled at me. მე ანუ შემომხედეს და გამიღიმეს, აქ შემომხედეს არ წერია, მაგრამ ანუ დამცინეს იგულისხმება, okay? Then I said to my wife, შემდეგ მე ვუთხარი ჩემს ცოლს for justice სამართლიანობისთვის და ბავშვებო justice არის სამართლიანობა და justice house ვინც თბილისში ცხოვრობთ საქართველოში გეცოდინებათ რომ ჩვენ რომ გვაქვს იუსტიციის სახლი მაგას ინგლისურად ქვია justice house ანუ იუსტიცია ინგლისურად არის justice იდეაში აი ნახეთ justice რო წაიკითხოთ პირდაპირ ეგრე გამოდის ხო მე ვუთხარიო ჩემ ცოლს რომ სამართლიანობისთვის აქ ქართულად თარგმნიან როგორც მახსოვს იმისთვის რომ სამართალმა იზეიმოს ეგ არის რა იმისთვის რომ სამართალმა იზეიმოს თუმცა აქ-ზეიმი არსად არ წერია უბრალოდ ეგ იგულისხმება we must go to Don Corleone რომ ჩვენ უნდა წავიდეთ Don Corleone-სთან და ეხლა უყურეთ ეს ეკითხება უკვე Don Corleone why did not you go to the police რატომ არ წახვედი პოლიციაში და ეხლა why did not you come to me first ჩემთან რატომ არ მოხვედიო ეგრევე თავიდანვე პირველადვე ხო და ეკითხება what did you want from me ჩემგან რა გინდა what do you want from me tell me anything ეს კაცი პასუხობს მითხარი ნებისმიერი რამე what do I beg you do
რას მეხვეწებია, რა გინდაო, რომ გავაკეთო. აქ არის ბავშვებო კარგი სიტყვა beg, რაც ნიშნავს თხოვნას, მუდარას, ხვეწნას. სიმღერა როა, begging you. იცით ეგ სიმღერა? ეგ არის რომ გეხვეწებიო, ძალიან გთხოვო. და სხვათა შორის აქედან მოდის სიტყვა beggar, ვინც არ იცით, რომელიც ნიშნავს მათხოვარს. იმიტომ რომ beg ხვარი თხოვნა, ხვეწნა, მუდარა და შესაბამისად beggar უკვე არის მათხოვარი. კარგით ხო? შემდეგი. What is that? რა გინდაო, რა გინდაო რომ გავაკეთო? ამ დროს მე თუ გახსოვთ ყუში ჩაჩურჩულებს რაღაცას და რა თქმა უნდა ჩვენ ხვდებით რომ ჩაჩურჩულებს რომ ანუ მისი შვილის ეს ბიჭები ვინც ასე გაუბედურად მოკლან. ხო გახსოვთ? და ესეუბნება that I can do. აი ამასო ვერ გავაკეთებო და ამ წინადადებებს ამბობს ძალიან გაუგებრად და აბა თუ ეცდე თუ მიხვდებით თუ გაიგებთ აბა ყურადღება გამახვილებთ ხო ყურების დროს. მერე I'll give you anything you ask. მოგცემ anything არის ბავშვებო ნებისმიერი რაღაცა შენ ითხოვ. ბავშვებო აქ აკლია სიტყვა რასაც. და ეხლა დაიმახსოვრეთ. წინა მარათონებზე ვინც ისწრებოდა ყველა მიცის, იმიტომ რომ სულ ვიმეორებ, მაგრამ ახალი ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ რომ ინგლისურ ენას არ უყვარს სიტყვები რაც, სადაც, რომც, რატომაც, რასაც, ვინც. ინგლისურ ენაში აი ესეთი ცლიანი სიტყვები გამოიტოვება წინადადებაში, არ ამბობენ. ანუ რო თქვა, შეცდომა კი არ არის. სწორია, უბრალოდ არ ამბობენ, იმიტომ რომ ესე უფრო ლამაზია. ნახეთ ბავშვებო, I'll give you anything, მე შენ მოგცემ ყველაფერს და მე რა წერია? You ask, შენ ითხოვ. ანუ აი აქ აკლია სიტყვა რასაც. ანუ აი აქ that რო ყოფილიყო, რაც, რასაც. რა თქმა უნდა, შეცდომა არ არის, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ინგლისური. იმიტომ რომ ინგლისურს არ უყვარს ეგ სიტყვები. ამიტომ გამოტოვებულია, თუმცა ქართულად, რა თქმა უნდა, ვამატებთ და ვამბობთ, რომ ნებისმიერ ამას მოგცევ, რასაც მთხოვ. Okay? We've known each other many years. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ბევრი წელია. Each other ბავშვებო არის ერთმანეთი. But this is the first time, ეხლა რასეუბნება ეს კაცი. But this is the first time, Don Corleone, მაგრამ ეხლაო ეს არისო პირველად ხდებაო, first time, პირველ ჯერზეაო, პირველად ხდებაო, რომ you ever came to me, რომ ჩემთან მოხვედიო. ანუ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთო და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად მოხვედი ჩემთანო for counsel, რჩევისთვის. Counsel არის რჩევა და ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობდა ყავთ შვილების სკოლაში, იქ არსებობს ეგეთი counselor, მრჩეველი, იდეაში არა მარტო იქ, თუნდაც აი იმაში ამბასადორებში ამბასადორი რა არის ამბასადორი ქართულად ეს ამი ემბასი საელჩოებში რომ არიან მრჩევლები ან ნებისმიერ მოკლედ ადგილას სადაც არიან მრჩევლები ეგ არის counselor ნახეთ აი ესე მიმატებული შესაბამისად counsel არის რჩევა და მთელი ამ დროის განმავლობაშიო პირველად მოხვედიო რჩევისთვის for help დახმარებისთვისო I can't remember the last time that you invited me to your house for a cup of coffee. და რასეუბნება. რაღაცა არ მახსენდებაო ბოლოს რო შენ მე დამპატიჟე ყავაზე შენ სახლში. ძალიან მარტივი სიტყვებია. Even though არის კარგი სიტყვა და ნიშნავს იმის მიუხედავად რომ my wife was godmother to your only child. რომ ჩემი ცოლი არის ნათლია შენი ერთადერთი შვილის. Godmother არის ნათლია ოღონდ ქალი, თავისთავად ნათლია კაცი იქნება godfather. ხო? და როდესაც ვამბობ რომ ზოგადად ნათლია და არ ვაკონკრეტებ ქალია თუ კაცია, რა უნდა ვთქვათ მიხვდებით? Godparent, ბავშვებო. უყურეთ, იშვიათად გამოიყენებენ, თუმცა გამოიყენებენ რომ ანუ godparent არის ნათლია, რომელიც არ არის ანუ არ ვიცით ქალია თუ კაცია, ხო, სიტუაციურად, მაგალითად არ ვიცით ქალზე ალაპარაკი თუ კაცზე. ქალი ნათლია არის godmother, კაცი ნათლია არის godfather. შესაბამისად, ნათლული როგორ არის, მოდი ბარე მაგასაც დაგიწერთ თუ არ იცით. Godchild არის ნათლული, რომელიც არ ვიცით ბიჭია თუ გოგო, შესაბამისად godson არის ნათლული ბიჭი და goddaughter არის ნათლული გოგო. რა თუნდა დაგამდენია. როგორ ქალბატონოლიკა?
ნიათუნდაც ცალცალკე გოჩიდება. ეს ვიზა. აი მაგათ. დაგუცილეს ცხოვრება. აი აქ ეხლა კიდე only child რო წერია. მე ქართულად გადავთარგმნა ერთადერთი შვილი. კი, only child ერთადერთი შვილია, თუმცა only ბავშვობა ნიშნავს დედის ერთს, რო იცოდეთ. ვინც ხართ დედის ერთა, ასე უნდა თქვათ I am only child, რომ მე ვარ დედის ერთა. კარგით, ხო ეს ძალიან კაი სიტყვა და ვიცოდეთ მნიშვნელოვანია. მოკლედ, ეხლა გაგახსენდიო რა, როცა დაგჭირდით ორეო აქამდეო, სად იყავიო ეს დონ კორლეონე იძახის. But let's be frank. უნდა იცოდეთ ეს ფრაზა აუცილებლად. Let's be frank ნიშნავს სიმართლე რომ ითქვას. ძალიან ყოველდღიური ფრაზა. ყველა სიტყვა რაც ახლა ამ ფილმში გვხვდება არის ძალიან ყოველდღიური. არც ერთი არ არის ან ძალიან მაღალი დონე, ან ისეთი რომ ნაკლებად შეგხვდეთ. აი ეს let's be frank არის ძალიან ყოველდღიური. ისე სიმართლე რომ ითქვას You never wanted my friendship. ჩემი მეგობრობა არასოდეს გინდოდა. Friendship არის მეგობრობა. You were afraid to be in my debt. შენო გეშინოდაო რომ იყო ჩემს ვალში. სიტყვა ვალი უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ბანკის და ასე შემდეგ ვალი. თუმცა ბანკის ვალი სხვანაირად არის, მაგრამ აი მეგობრის ვალი რო გვაქვს სიტყვაზე, ეგ არის ბავშვებო debt. ხო და როდესაც ადამიანი ამბობს რომ ვალებში ვარ და არა კონკრეტებს, თუნდაც იყოს ეს ბანკის ვალი, თუნდაც იყოს ცესხი, მოკლედ ნებისმიერი სახის ვალი, როდესაც აქ ადამიანს ამბობს რომ პრობლემა მაქვს ვალებში ვარ, ამბობენ ასე. I am in debt. ხო და ეხლა როცა ვამბობ რომ you are in my debt, გამოდის რომ ჩემთან ხარ ვალში. ნახეთ, ანუ რასაუბრება რომ შენო გეშინოდაო რომ ჩემთან ვალში ყოფილიყავი. და ეხლა ეს არის პასუხობს I didn't want to get into trouble. არ მინდოდაო რომ პრობლემებში ამომეყო თავი. I understand პასუხობს მესმის. ეხლა უყურეთ ბავშვებო, ძალიან კარგი ფრაზა არის აქ get into trouble, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. სიტყვა problem, ყველამ ვიცით რომ არის პრობლემა. პრობლემის სინონიმი, ანუ პრობლემის სინონიმი არის სიტყვა trouble და სიტყვა get რო არის მიღება, ეგეც ყველამ ვიცით, მაგრამ get into trouble ნიშნავს გაეხვე შარში, გაეხვე ქართულად როგორ ამბობთ ხოლმე, პრობლემებში, შეგემთხვას ხათაბალა, მოკლედ აი ესეთი ფრაზა არის get into trouble რა. პრობლემები რომ არ მინდოდაო რომ პრობლემები შემქმნოდა. აი ეს პრობლემა ქმნა გასაჭირში ყოფნა. როგორ ყოფნა ქალბატონიკო? გასაჭირში ყოფნა დღეს ისწავლა ჩემმა ბავშვმა ზუსტად ეს. ხო. აი trouble გასაჭირი კი არის, მაგრამ ქართულად არავინ არ ამბობს გასაჭირში ყოფნა. ქართულში ამბობენ პრობლემებში ვარ. ანუ აი ესე დავიმახსოვროთ, რომ trouble არის პრობლემის სინონიმი, უფრო გაგიმარტივდებათ. ეს ფრაზა ძალიან ყოველდღიურია და უნდა იცოდეთ. სხვათა შორის სიტყვა problem უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება და მაგით კიდე უნდა იცოდეთ, ხო? ამ ბოლო დროს problems აღარ იყენებენ. ანუ აი რატო არ მინდა რომ ქალბატონო იაკო trouble არ დაიმახსოვროთ გასაჭირი. ნახეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს როგორ დაიმახსოვრებთ, იმიტომ რომ არის სიტყვები, რომლებიც ამას ნიშნავს ქართულად, მაგრამ ქართულად რო არ ვიყენებთ, მე ინგლისურადაც გვიჭერს გამოყენება. მაგალითად, უყურეთ ბავშვებო, კარგად მინდა რომ გაიგოთ ეხლა რასაც ვამბობ. Trouble მართლა ეგრეა, ნიშნავს გასაჭირს. მაგრამ ეხლა უყურეთ, თქვენ რომ დაიმახსოვროთ trouble როგორც გასაჭირი, ამას 100 წელი ინგლისურად არ იტყვით და რატო? როცა ანუ ინგლისურად როდის ამბობ სიტყვას გასაჭირი, ქართულად როცა გინდა თქვა გასაჭირი და მერე თარგმნი ინგლისურად, მაგრამ ქართულად სიტყვა გასაჭირს ჩვენ არ ვიყენებთ ყოველდღიურად. არ ვამბობ, ტელეფონი გამიფუჭდა, გასაჭირში ვარ. არ ვამბობ, ინტერნეტი კარგად არ მუშაობს, გასაჭირში ვარ, არ ვამბობ. მაგრამ სიტყვა trouble, აი როგორც პრობლემა ინგლისურად გამოიყენება დღეში მილიონჯერ. მაგალითად ეხლა ჩემმა ინტერნეტმა რო გაჭედოს და მე რო გითხრათ რომ ბავშვებო ერთი წამი რაღაც პრობლემა მაქვს, უნდა ვთქვა trouble და არა problem. მაგრამ მე ქართულად არ გეტყვი, გასაჭირი მაქვს ერთი წუთი დამელოდეთ. ხო და მე შენ რო ეხლა იფიქრებ რომ trouble თუ გასაჭირია, როდის უნდა გამომადგესო ინგლისურადო, ვერც გამოიყენებ. ამიტომ დაიმახსოვრეთ რომ trouble არის პრობლემა და არა გასაჭირი. ანუ რისი თქმა მინდა. დაიმახსოვრეთ სიტყვები
სიტუაციურად და ქართულად როგორ ვიყენებთ იმის მიხედვით რა და არა ზუსტად ისე როგორც მაგალითად ან ლექსიკონში წერია ხო იმიტომ რომ trouble რო გასაჭირია მაგალითად ამას ასწელი ვერ გამოიყენებთ არა და ინგლისურში ყოველ წამს ვიყენებთ ეს მარტო trouble-ს არ ეხება ზოგადად ეგრე არის მაგიტომ ამ თემებზე ბევრს ვილაპარაკებ ხოლმე თეორიულად ბევრს ვილაპარაკებ ხოლმე ზოგადად მე ეხლა ეს დონ კორლეონე ეუბნება ამერიკაზე ნახეთ ეგეთ რაღაცას you found paradise in America შენ იმპოვე ისა paradise სამოთხე ამერიკაში you had a good trade გქონდა კარგი ვაჭრობა trade არის ვაჭრობა made a good living ესეც არის ბავშვებო იდიომატური გამოთქმა make არის კეთება good არის კარგი live არის ცხოვრება მაგრამ made a good living ნიშნავს რომ кайფული დააგროვე კაი ცხოვრება აიწყე, აი ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ეს გოგო წავიდა ამერიკაში და აიწყო ცხოვრება. ზუსტად ეს ცხოვრების აწყობა არის ბავშვებო, აი ეს make a good living. მერე, the police protected you, პოლიცია გიცავდა შენ, protect არის დაცვა. And there were courts of law და იქვე იყო, რა თქმა უნდა, სასამართლოს კანონები. Law არის კანონი, law და არა law. წამოწდა მგონი მეც law. You did not need a friend like me. ანუ რას ეუბნება რომ კაი ტიპი გაიჩითეო ერთი სიტყვით რა და აღარ დაგჭირდაო ჩემნაირი მეგობარი. მოკლედ შინაარსი ეგ არის. But now come to me and you say ეხლა კიდე მოხვედიო და მეუბნებიო რომ Don Corleone give me justice რომ მომეციო სამართალი. But you don't ask with respect. მაგრამ შენ არ მუთხოვ ამას პატივისცემით. You don't offer friendship. შენ მე არ ამთავაზობ მეგობრობასო. მოკლედ, პაწია დიალოგი იყო, მაგრამ რამდენი ხანი მოგვინდი გარჩევას, არა უშავს ბავშვებო, ვინც დაიღლებით, გადით და მე ვიდეოს ყურება მე გააგრძელეთ. ეგ არაფერი, მოდი ახლა გავაზიარებ ამას კიდევ ერთხელ და რაც წავიკითხე და გავარჩიეთ, მოდი ახლა ერთხელ კიდევ ვუყუროთ. კარგით ბავშვებო, სუბტიტრები ჩავურთავ და მოდი ერთხელ ვუყუროთ. რომ სხვა რაღაცებიც მოვასწრო, ერთი წამით ახლა გადავახვევ. აბა წავიდა. უსმენთ.